აუ რა ბედნიერებაა, ძლივს არ ჩავისუნთქე თბილისის ჰაერი. ვაიმე, მაგარი. ჩამომიჯექი ერთი წუთი. ხა. გუშინ პრესტა ძალიან განერვიულებული ყავი და არაფერი არ გკითხე. მომიყევი რა ხდება? ანუ რატო დავშორდი? არა, დედა. ვაფშე რატო გაყევი? აუ, დედა რა არის რა? არ გაგიგია რომ სიყვარული ბრმაა? მიცი შენ შემთხვევაში ეთყობა ყრუც არის შვილო. ყრუ რატო? იმიტომ რომ იქანი აქანე მეიტანე წეიღერო გესმე და იქ რამ გაგაჩერა პრესტა. აი ესე ჭყვიდან გადამიყვანეს პროსტა აი წამშოკეს. უცან. აუ ყავას გავაკეთებ დალევ შეყავას. დუშვი. რა? აუ დედა მიშველე საფრის აჩუტილი დამტეს მე მგონი. აუ კაი რა. თბილისი განკურნავ შვილო. ხა ვითა? აუ კაი რა. იცი რა? აუ პრესტა ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ გაგინათდებოდა თვალებში. აუ შენ რა იცი თვალებში რომ გამინათდა? გამოთქმა შვილო ეგ. მე კიდე მეგონა ის ამბავი გაიგო, ზროხას რო წველიდი და წიხლი რო ამომარტყა. როგორ? ხა, ზროხას. შენ ზროხებსაც წველიდი? აუ კი. კაი, მომიყევი რა. დედა, იცი ზროხას ძუძუები რო აქვს? კაი, არ გამაგიჟე. მერე 4 ძუძუ აქვს. არ არსებობს. აუ პრესტა, ზროხა რა ღორია? აუ ძალიან საყვარელია და ირახაცენაირია ზროხა. გიშტები რა. ქათმებით რავი რა არ ყავდათ მაგათ. კაი რა, გადავირი ერთი წამი. ვაიმე. გამარჯობა მძახა. მოგცალდი. გამარჯობა. კაცო, თქვენ რა გჭირთ? არაფერი მაგას ყურადღება არ მიაქციო ჩემო კარგო. მე 11 სართულზე ვარ და სიმაღლეში შეაქსოვრალო. აკროფაბი არის. არა, კი ვიცოდი, ჩემო შვილო, სწავი რომ მოიყვანა, ცოლად ვარ. ხედავ, ხალო, რამ ხალაზე ქონიათ ბუდე. ძალიან შორიდან ხო მოდიხართ ეხა და რამე ხო არ გაგიკეთო? არა, შეგენაცვალე, არაფერი არ გვინდა, ვაგზალზე ჩიბურაკები უყრეთ გამოსესილი გამობესკვილი ვარ გები. გამომიბესკეთ მე რა სტანგერი. სიატო. ფილოსოფიის პროვინციული სასაუბრო მომეწონა. აჰა, რა. ესე იგი გ ხო გ გამოფეისკვი. დაინაყრებული ხართ? ეინახე, ლენათია. რა იყო, ხალო, რა ვერ გეიგი ახლა ჩვენი და ჩემი და სტანგერის ლაპარაკი რომ გადმომიშალე ეგ წიგნი, ჰა? შენ შვილსაც მასევე ლაპარაკებით ხოლმე სოფელში და ქეიგეს ბავშვი მშვენივრად. მე ძალიან მართალი ხარ, თქვენთან შორის ბავშვობიდან უცხოენების მიდრეკილება ქონდა. ძალიან მალე სწავლობდა. ამის მინე ერთი ბრძალო, გამოდი არა მაგ შენთან საქმე. ბრძალო, დაბრუნდი სახში სანამ დრო არის. აუ ვერ დავბრუნდები, საფლავში რაღაცნაირი სუნია. მეინახე ერთი სტანგერი და მკალი სტანგერი ვიცხა. ტელევიზორი და კომპიუტერი რო ფუნავდეს აქანეც იქნებოდა მაგნაირი სუნი. ეგ 4 წელიწადი ნორმალურად იყავი და რა ბზიკი გეტაკა, ერთი რა ბზიკმა გიკვინა, აი ზუსტად ბზიკებიც მკბენდნენ, ბუზებიც მკბენდნენ, ყოღოებიც მკბენდნენ, დავიტანჯე რა. ხო და იყავი ახლა მე ქალაქში მედია და ჩამეისენი რა ქვია დონატინა ჰამბურგელი. როგორ გაიგეთ რომ წამოვედი? ფეხის ხმა რო გავიგონე, რავიდან ძროხა მეგონა. მე ღორი მეგონა. მე ქათამი მეგონა და თურმე თხარ ყოფილა. დაწნარ ხალბატონო თქვენ სხვადასხვა ხალ ჩვენთან დიდყალიფსებენ ჩვენ ოჯახში. აუ მაინც არ წამოვალ. დედა სტანგერი თბილისის ჰაერმა რაც ენერგია მომცა ჩემო ქმარო და დამიჭირე ახლა და გამაკავე სანამვითრი ესტები დანი ნაზალადევის მონაკვეთზე სტანგერი. მოდი ხალო აკეთ გამოდი. ხალი არ იყო ეს არ მიწიეთ. რა ქორი? წამოდი შვილო, მომისმინე, წამოდი ერთი დღე დაგინახო სოფლელებმა რომ მოხვედი და მე რაც გინდა ქენი. მე იცი რა არის? ან დღეს წამოხვალ, ან ვეღარ წამოხვალ. აუ, რატო ვეღარ წამოვალ? აღარ მიმიღებ? ისი არ არის ახლა ჩავაგოზო ეს გამოხეული ქუსლი. ეგ რა შუაშია დედა, ახლა არის 6 საათი და მე იქნება კიდე სოფლის ავტობუსები. საღად არის მე ტრანსპორტი. ერთ რაღაცას გეტყვით რა. მე სხვათა შორის მესმის ციაკოსი. აი მესმის, ნუ, ახლა მთელი ცხოვრება ბავშვი ისდება და ხელის გულზე, ნუ.
ზეცა რა ჩვენ არ ვატარებდით ხელის გულზე. მე არა იცი თქვენ კი ატარებდით, მაგრამ ცოტა დაკოჟრილ ხელის გულზე ატარებდით. ეს უფრო აი შალკივით რბილ ხელის გულს არის მიჩვეული. გლატკი უნდა, გაიგე. ლატკი მოხდება. არზანო კალოშერ. და სხვათა შორის იცი რა გამოგიტყდები და იცი რა არ მესმის აკა მთელი მსოფლიო მიაკ ასვალს და ჩემო შვილმა სოფლის ნაგავი ტალახი რატო უნდა სიუს არ მეს არა ვერაიტას პრესტა ნო გამისმინე ახლა მძახალო. მე თბილისში გევიზარდე, მაგრამ საქმეს რო დაჭირდა, სოფელსაც მივეჩვიე და გაქანებულ ბოზანდარა ძალსაც. აჰა! აი! მოგიგე თუ არა ერთი გოლი. აჰა, გაიცი ასაკი. ისიმლეს სადაც გინდა. ალამ წყობილები და ეს ცხოვრობ თუ არია მაიმუნი ერთი წამი შესაფლის ყალობაზე ძალიან გათახსირებულო ქალო შენ მე ვარ გათახსირებული. შენ და თარას გევხარ თუ იცი სტანგერი მინიშვი ახლა ამას გამცლი ამას შუაზე გამინიშვი ახლა ქლიანა შენ შენგენაცალო გომარჯოს დედიკო, გომარჯოს მამიკო. გომარჯოს ძიეკო და მეორე დედიკო. გამარჯობა მეიძაბი. ტუფლი გამხადე, ქალო. ვაი მიხმაწვილო როგორ იქცევით, ნუ რა უბედურებაა ეს იგი ვაკია, ხო? მაშინ წინდა ამაცალე, ქალო. ეხა პრესტა მიშველე არა ხო? არა ხო? ეწყობიდან გამოვიდა შემოდის გოგონებო? დინებო? ბატონო? მამა გეიცანია იგი ჩემი ახალი ცოლია. ბედა დავადე იკარგე, შეჩემალა, შენია, შენი. ინვესტანგერი აუხრა დახლა ქალო თუ არ უნდა ბო შერიგება გულს ვერ უბძანებ ახლა რა აგასარო გოგონებო. ამევიდე და მევიდე რაც მართალია ჩემო სტანგერი იმაში კი ხარ მართალი მარა ახლა მე ხირო უნდა დაქცე ორივეთად მაგას არც ერთი იყო ვაკელი და არც მეორე სვეცკი. ორივე 9 ნომერი გლეხები იყვნენ. ძირებია რა.